დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს მილიარდობით წელია. ადამიანებმა ეს იმიტომ კი არ ვიცით, რომ მთელი ეს დრო აქ ვიყავით, არამედ ნამარხების აღმოჩენის გამო. ეს ნამარხები გვიყვებიან შორეულ წარსულში მცხოვრები ორგანიზმების შესახებ და მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ მილიონობით ნამარხი. ზოგი მათგანი, მაგალითად ძვლები და ჩონჩხები, გვეუბნება ბევრ რამეს ძველი ორგანიზმების ანატომიაზე და მათ ფიზიკურ მახასიათებლებზე. და სხვები, მაგალითად ნაკვალევი, არის მათი ქცევების ამსახველი. ყოველი ნამარხი არის ერთი დიდი ამოცანის ან ერთი დიდი ფაზლის ნაწილი. და იმისთვის, რომ დედამიწაზე სიცოცხლის ისტორია სრულ სურათად დავინახოთ, მეცნიერები შეისწავლიან უამრავ ნამარხს და მათ აკავშირებენ ერთმანეთთან. აღმოჩენილი ნამარხები და მათი ასაკები ერთობლივად წარმოადგენენ დედამიწის ნამარხთა მასალას. ასე ვუწოდებთ მათ ერთობლიობას, ინგლისურად ეს არის Earth Fossil Record. და ეს ნამარხთა მასალა ფაქტობრივად არის დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიის დოკუმენტაცია. ნამარხების ასე შესწავლით მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ, თუ როგორ იცვლებოდა სიცოცხლე ევოლუციურად დროის განმავლობაში. იკვეთება გარკვეული კანონზომიერებები. ორგანიზმების სირთულე და მრავალფეროვნება იზრდება და ასევე ჩანს ევოლუციური ხაზების ცვლილებები, რაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმების ერთი ჯგუფი ევოლუციურად გამხდარიყო ორგანიზმების მეორე ჯგუფი. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, შეიძლება ორი ჯგუფი გვაქვს უკვე, რასაც ვაკვირდებით და აღმოვაჩინოთ, რომ ევოლუციურად უკავშირდება პირველი მეორეს. ნამარხები ასევე გვიჩვენებს, თუ როდის გადაშენდნენ გარკვეული ორგანიზმები. მაგრამ მოდი ჯერ უფრო დეტალურად დავაკვირდეთ ორგანიზმების კომპლექსურობისა და მრავალფეროვნების მატებას, რასაც ნამარხები გვიჩვენებს. ევოლუციური დროის განმავლობაში ორგანიზმები უფრო და უფრო რთულები ან კომპლექსურები გახდნენ. ზოგიერთი ნამარხი არის უძველესი ციანობაქტერიების კოლონიების მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი. ეს ნამარხები გვიჩვენებენ, რომ დედამიწაზე დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ ცხოვრობდნენ მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც წააგავდნენ დღევანდელ ბაქტერიებს. ამის შემდეგ ნამარხთა მასალაში იკვეთება სიცოცხლის კომპლექსურობაში მნიშვნელოვანი ნახტომები, მაგალითად გრიპანია სპირალისის დიდი მილივით უჯრედები და ფრანცევილიან ბიოტაში აღმოჩენილი მაკროსკოპული ორგანიზმები. მეცნიერების თქმით, ეს ნამარხები თარიღდება დაახლოებით 2 მილიარდი წლით და ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ უძველეს ევკარიოტულ, ანუ ბირთვიან უჯრედებს. და შეიძლება პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ნიშნებსაც კი. ნამარხთა მასალა გვიჩვენებს არა მხოლოდ სიცოცხლის კომპლექსურობის, არამედ სიცოცხლის მრავალფეროვნების ზრდასაც დროსთან ერთად. ამაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა კამბრიული აფეთქება, პერიოდი, რომელიც დაახლოებით 529 მილიონი წლის წინ დაიწყო და რომლის დროსაც ცხოველთა მრავალფეროვნება საგრძნობლად გაიზარდა. თითქმის ყველა მთავარი ცხოველთა ჯგუფი, რასაც დღეს უყურებთ და ვიცით, სწორედ ამ დროს წარმოიშვა. კომპლექსურობის და მრავალფეროვნების ეს ზრდა გახდა საფუძველი იმ მილიონობით სხვადასხვა ორგანიზმის არსებობისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ დედამიწაზე. კარგი, ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ გვიჩვენებს ნამარხები ევოლუციური ხაზების ცვლილებას. ნამარხები ძირითადად გვხვდება დანალექ ქანებში, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორმირდება ფენებად. რაც უფრო ღრმადაა ნამარხი, მით უფრო ძველია. ამიტომ ფენებისა და მათში არსებული ნამარხების ზუსტი შესწავლით, მეცნიერები ადგენენ, თუ როგორ გარდაიქმნა ერთი ტიპის ორგანიზმი მეორედ. მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ ფრინველები მოდიან დინოზავრებისგან, კერძოდ დინოზავრების კონკრეტული ჯგუფისგან, რომლებსაც ტეროპოდები ეწოდებათ. შეიძლება ეს ჟღერდეს უცნაურად, გასაკვირად, დაუჯერებლადაც, მაგრამ ნამარხთა მასალა ამას მტკიცედ ადასტურებს. დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა ორგანიზმი, სახელად არქეოპტერიქსი, რომელსაც ტეროპოდი დინოზავრისთვის დამახასიათებელი ყბები და ბასრი კბილები ჰქონდა, მაგრამ ასევე ჰქონდა ფრთები, როგორც ფრინველს. არქეოპტერიქსი წარმოადგენს ევოლუციურ გადასვლას დინოზავრებიდან თანამედროვე ფრინველებისკენ და მისი ნამარხი არის შესანიშნავად შემონახული. და ბოლოს ნამარხთა მასალა აღწერს გადაშენებას. ანუ იმ პროცესს, როცა სახეობა მთლიანად ქრება. გადაშენება ნამარხთა მასალაში შედის მაშინ, როცა სახეობის ნამარხები გვხვდება ძველ ფენებში, მაგრამ სრულიად ქრება ახალ ფენებში. ავიღოთ ტრიცერატოპსის მაგალითი. ტრიცერატოპსის ნამარხები გვხვდება ქანებში, რომლებიც დაახლოებით 68-66 მილიონი წლისაა. მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერია ნაპოვნი. ტრიცერატოპსის გაქრობა ერთი შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. ის არის მასობრივი გადაშენების ნაწილი, რომელმაც მრავალი ორგანიზმი, მათ შორის ყველა დინოზავრი, რომელიც არ დაფრინავდა, გააქრო. იმედია ამის შემდეგ ცოტა უკეთ გესმის, თუ რა არის დედამიწის ნამარხთა მასალა და რა კანონზომიერებები იკვეთება მასში. ეს არ არის უბრალოდ ძველი ძვლების კოლექცია. ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც მეცნიერები იყენებენ დედამიწაზე სიცოცხლის დიდი ისტორიის აღსადგენად. ახალი ნამარხების აღმოჩენასთან ერთად ჩვენი ცოდნაც უწყვეტად იზრდება.
ასე რომ ნამარხთა მასალა არის ფანჯარა წარსულის საიდუმლოებებში და ასევე მუდმივად განახლებადი გზამკვლევია სიცოცხლის განვითარების გზაზე.